ისრაელის ხელისუფლება, რომელიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას აკრიტიკებს, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის მხრიდან თავად გახდა მწვავე განცხადებების სამიზნე, განსაკუთრებით ბენიამინ ნეთანიაჰუს მინისტრ კაბინეტის ის წევრები, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის თქმით, ვერბალურად თავს ესხმიან დონალდ ტრამპს. ედრის სახელიდან ისრაელს შეახსენეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თელ-ავივი ღრმა იზოლაციაშია მოქცეული. ბევრი არ იწონებს მათ ნაბიჯებს, ხოლო ამ პროცესში ვაშინგტონი ერთადერთია, რომელიც ისრაელისადმი თანაგრძნობითაა განწყობილი. Number 1, Donald J. Trump. პირველ რიგში დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც ახლა ისრაელისადმი თანაგრძნობითაა განწყობილი და სრულიად შემთხვევითაა მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერი. მე რომ ვიყო ისრაელის ხელისუფლების კაბინეტში, ალბათ თავს არ დავესხმებოდი მსოფლიოში დარჩენილ ერთადერთ ძლევამოსილ მოკავშირეს. მეორე, რაც მინდა გადავცე ბიბის მთავრობის ზოგიერთ წევრს, ბოლო 3 თვეში თქვენი სამშობლოს დამცველი თავდაცვითი შეიარაღების 2/3 ამერიკელების ხელით შეიქმნა. ხარჯები კი დაფარულია ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მიერ. ისრაელისთვის პრობლემა არ არის დონალდ ტრამპში და თუ კი ისრაელში ვინმე ფიქრობს, რომ მისი მთავარი პრობლემა არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უნდა გამოფხიზლდეს და გააცნობიეროს იმ ვითარების არსი, რომელშიც მისი ქვეყანა იმყოფება. The reality of the situation that country is in. თითქმის 4 თვის წინ რთული წარმოსადგენელი იყო, რომ ორ სტრატეგიულ მოკავშირეს შორის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ფაქტობრივად არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებდა, დამოუკიდებლად გარკვეული დიპლომატიური დაძაბულობა გაჩნდებოდა. 28 თებერვლის სამხედრო ოპერაციაც ვაშინგტონისა და თელ-ავივის ერთობლივი ნაბიჯი იყო, რაზეც როგორც მაგალითად ევროპელი ლიდერები აცხადებენ, მიუხედავად მათი ღრმა პოლიტიკური კავშირებისა, მათ ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონდათ. ომის დაწყებიდან თითქმის 4 თვის თავზე ირანსა და ამერიკას შორის გაფორმებული შეთანხმება აღმოჩნდა ისრაელისა და შტატების ხელისუფლებებს შორის ურთიერთობაში ბზარის შემტანი. ახლა მხარეები დიალოგს ხისტი განცხადებებითა და ერთმანეთისთვის ახლო წარსულში გაწეულ დახმარებაზე შეხსენებით აწარმოებენ. ვაშინგტონის კრიტიკა ძირითადად მიმართულია ნეთანიაჰუს კაბინეტის წევრებზე, მათ შორის მისი სამთავრობო კოალიციის ულტრანაციონალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის იტამარ ბენ-გვირის მისამართით, რომელიც აქტიურად მხარს უჭერს ლიბანში თელ-ავივის სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას. აღორძინების ომში ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას ირანისა და მისი მარიონეტების ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ჩვენ გავანეიტრალეთ დაუყოვნებლივი განადგურების საფრთხე და რომ არ მიგვემართა ამ ორი გრანდიოზული სამხედრო ოპერაციისთვის, როგორებიცაა ამომავალი ლომი და ლომის ღრიალი, რომ არ გვემოქმედა სიმამაცით ურყევად. ჩვენი ავია გამანადგურებლებისა და პილოტების წარმოუდგენელი გმირობით დღეს ირანს ჩვენს გასანადგურებლად ბირთვული ბომბები ექნებოდა, თუმცა მათ არ მივეცით მათი მიღების საშუალება. ამავდროულად ჩვენ გავანადგურეთ ბოროტების ღერძი, მახრჩობელად წრე, რომლის მშენებლობასაც ირანი აპირებდა ჩვენ გარშემო. ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და წინ ახალი გამოწვევები გველის, რაც ჩვენგან მოითხოვს ცივ სისხლიანობას, მტკიცე პოზიციას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და ამავდროულად მნიშვნელოვანი კავშირების შენარჩუნებას ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, რომლებიც ჩვენ მხარ და მხარ იბრძოდნენ და რასაც ვაფასებთ. ორმხრივ ურთიერთობებში გართულებული კავშირებისა და შეცვლილი რიტორიკის ერთ-ერთი აშკარა ინდიკატორი გახდა გავლენიანი ამერიკული გამოცემის აქსიოსის ცნობა, რომლის თანახმადაც ივნისის დასაწყისში ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის დაძაბული სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მათივე ინფორმაციის შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს შეშლილი უწოდა. უცნობია რა მიმართულებით წაიყვანს ამგვარი კომუნიკაცია ორი ქვეყნის ურთიერთობებს და რა გავლენა ექნება ამას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობაზე, რომლის 60 დღიანი ათვლა წესით 19 ივნისს დაიწყო. თუმცა დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის ტრიბუნაც გამოიყენა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანსა და დაჯგუფება ჰეზბოლასთან მიმართებით უფრო რბილი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა. Bibi, you don't have to knock down a building every time somebody walks into it that's from Hezbollah.